ფესტივალი ნანინა ამ სახელწოდების დოკუმენტური ფილმის ჩვენება გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტში გაიმართა. ღონისძიება გალობის უნივერსიტეტის პრორექტორმა პროფესორმა თამარ ჩხეიძემ გახსნა. ფილმის შესახებ ისაუბრეს ფესტივალის დამფუძნებლებმა და ორგანიზატორებმა და დასმულ შეკითხვებსაც უპასუხეს. ღონისძიებას პროფესორ მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ფესტივალი ნანინა გადაღებულია 2024 წელს. ფილმის სცენარის ავტორი, ოპერატორი და რეჟისორი გახლავთ ია ანდღულაძე. შეგახსენებთ, რომ ქალთა ტრადიციული მუსიკის ყოველწლიური ფესტივალი ნანინა 2023 წელს დაფუძნდა. ფესტივალი ეთნომუსიკოლოგთა შემოქმედებით ჯგუფ ნანინას ინიციატივითა და ორგანიზებით დაარსდა. გალობის უნივერსიტეტში გაიმართა ეთნომუსიკოლოგთა შემოქმედებითი ჯგუფი ნანინას შესახებ ფილმის პრეზენტაცია. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მასპინძლობთ ამ შემოქმედებით ჯგუფს, სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა ფილმის ჩვენების შემდეგ ჰქონოდათ საშუალება იმისი, რომ უშუალოდ გასაუბრებოდნენ შემოქმედებითი ჯგუფის წევრებს. ეს ჯგუფი უკვე რამდენიმე წელია ატარებს ქალთა ტრადიციებისადმი მიძღვნილ ფესტივალს. მიმდინარე წელს ფესტივალის ფარგლებში მონაწილეობას იღებს გალობის უნივერსიტეტის სტუდენტური გუნდი და ჩვენი რამდენიმე კურსდამთავრებული და სტუდენტი ასევე ფესტივალის სამეცნიერო სესიის ფარგლებში მონაწილეობს. შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო, შემეცნებითი მნიშვნელობის ჩვენი სტუდენტებისთვის. ჩვენ ყოველთვის მოხარულები ვიქნებით მათი მასპინძლობისა ჩვენი უნივერსიტეტის ფარგლებში. ფესტივალი ნანინა ეს არის ეთნომუსიკოლოგთა შემოქმედებით ჯგუფ ნანინას პროექტი, პირველი სერიოზული განაცხადი ეთნომუსიკოლოგთა შემოქმედებითი ჯგუფისა, რომელიც ყოველწლიურია და წელს მესამედ ტარდება. ფილმი ეძღვნება განვლილ ორ ფესტივალს, ერთგვარი შეჯამება არის. ფესტივალის დამფუძნებლები საუბრობენ ამ ფილმის შექმნის ისტორიაზე, იმაზე თუ რა ღირებულება აქვს ამ ფესტივალის თითოეულ სეგმენტს, რადგან ფესტივალი შედგება სამეცნიერო კონფერენციისგან, ვიდეორგოლების საპრეზენტაციო ნაწილისგან, საკონცერტო ნაწილისგან და წლევანდელ ფესტივალზე დავამატეთ მეოთხე სეგმენტი, ეს არის საგამოფენო ნაწილი. ჩვენ ვაპირებდით, რომ ფილმი გადაგვეღო მას შემდეგ, რაც ქალთა ყველა ჟანრს ამოვწურავდით და ყველა ფესტივალს ჩავატარებდით, მაგრამ მასალა იმდენად საინტერესო და მრავლის მომცველი აღმოჩნდა, რომ აი მეორე ფესტივალის მერე ჩვენი ჯგუფის ეთნომუსიკოლოგთა შემოქმედებითი ჯგუფ ნანინას ყველაზე ახალგაზრდა წევრმა ია ანდღულაძემ გადაწყვიტა ფილმის გაკეთება და დღეს ჩვენ მომსწრევართ ძალიან საინტერესო ფილმისა, რომელიც მოგვითხრობს ამ ფესტივალის შესახებ. ეს იყო ძალიან საინტერესო ფილმი. ძალიან საინტერესო ინფორმაციებით მოცული ფესტივალ ნანინას შესახებ. ეს ფესტივალი რამოდენიმე წელია, როგორც ვიცი, ტარდება. წელსაც იქნება ფესტივალი, რაშიც ჩვენც ვიღებთ მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ჩვენი უნივერსიტეტის გალობის გუნდი.